გამარჯობა, მე შერმაზანა ვარ და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ხელოვნური ინტელექტის როლზე დღევანდელ ფოტოგრაფიაში. უკვე რამდენი წელია, რაც აქტიურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ახლა უკვე მისი გავლენა მობილურ ფოტოგრაფიაზე კიდევ უფრო შესამჩნევია. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ თუ როგორი ეფექტურია Galaxy AI მობილურ ფოტოგრაფიაში. მოდი დავიწყოთ თავიდან. უნდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპონენტები უკვე თანამედროვე სმარტფონების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რასაც Samsung-ის უახლესი ფლაგმანებიც ადასტურებს. Galaxy S25 Ultra-ს მოწინავე კამერის გარდა აქვს შესანიშნავი ფოტოდამუშავების ფუნქციები, რომელიც მხარდაჭერილია Galaxy AI-ით. მნიშვნელოვანია ვახსენოთ Galaxy AI-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია Sketch to Image. თუ გსურთ ჩვენი ფოტო უფრო შთამბეჭდავი იყოს და ახალი დეტალები შემოვიტანოთ მასში, უბრალოდ ფოტოზე დავიტანთ მონახას თუ რისი დამატება გსურს და ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებს. ნამდვილად შთამბეჭდავია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენს მშვენიერ კადრს აფუჭებს უადგილოდ მოთავსებული ნივთი, ან თუნდაც უცხო ადამიანი. სამწუხაროდ დროში უკან დაბრუნება და თავიდან გადაღება არ შეგვიძლია. თუმცა Galaxy AI-ის ფუნქცია Object Eraser გვაძლევს საშუალებას ფოტოდან არასასრული ობიექტები გავაკროთ. თუ არ გსურს წაშლა, არამედ უბრალოდ გადაადგილება, ესეც არაა პრობლემა Galaxy-ისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ეს არის ანარეკლების წაშლა. როდესაც კადრს ვიღებთ მინასთან ახლოს მაგალითად და არ გსურს რომ ანარეკლები გამოჩნდეს, ჩვენ შეგვიძლია ეს მოვაშოროთ. ჯერ გადავიღებთ ფოტოს და უკვე დამუშავებისას Remove Reflections Galaxy AI მარტივად გააქრობს ზედმეტ ანარეკლებს და ჩვენ ფოტოს უფრო მიმზიდველად და ხარისხიანად გამოაჩენს. ესეც ასე, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩემი გვერდი კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდების სანახავად. ვიდეოს კომენტარებში კი დამიწერეთ რა რჩევების მოსმენა გსურთ მობილურ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით. კარგად.